მოგესალმებით, დიდება მამასა ძესა და წმინდასა სულსა ამენ. დიდება შენ ჩემო უფალო იესო ქრისტეო. მადლობა ყველაფრისთვის, ყველა ადამიანისთვის და ყოველი დღისთვის ჩემო უფალო. განაგრძავ ჩემს მოკლე ვიდეოებს, დიდი ხანია არ ჩაგვიწერია, არ ჩამიწერია ვიდეო. დღეს განსაკუთრებული დღეა და მინდა ეს ჩემთვის ემოციურად განსაკუთრებული დღე უფალს მადლობა გადაუხადო და ყველა ადამიანს გადაგიხადოთ მადლობა, ვინც ჩემს ვიდეოებს უსმენთ და განსაკუთრებული არის იმით, რომ დღეს ჩემს მთლიანად არსებულ სიცოცხლეში, ესე რომ ვთქვათ, პირველად მოხდა, რომ მე უცხოენებით ვილოცე სულიწმინდით. ეს არის ძალიან ბედნიერი დღე და ესეთი ბედნიერი დღეები მოგცეთ უფალმა ყველას. მადლობა იესოს და მადლობა სულიწმინდას, რომ მე შემიძლია სულით უცხოენებით ვილოცო. უღრმესი მადლობა სულიწმინდა, უღრმესი მადლობა ჩემო იესო, მამა ღმერთო, დიდება მამასა ძესა და წმინდასა სულსა ამენ. ეს სიხარული რო არ გამეზიარებინა თქვენთან, ჩემო მეგობრებო, ჩემო მსმენელებო, არ იქნებოდა. მე მინდა ესეთი რაღაცა ვთქვა, რომ ეს დღეები ძალიან მენიშნებოდა ყველაფერი, იცით, და მე მინდა ესეთი რამე გითხრათ, რომ ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ იესოს მოსვლამდე 1 საათი არის დარჩენილი. აი წარმოიდგინეთ, რომ 1 საათი არის დარჩენილი, რომ უფალი მოვიდეს ჩვენი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, საერთოდ თუ ეხლა მე თქვენ რამეს გეტყვით, ეს ის არის, რომ ძალიან აგთხოვთ მოინანიეთ, ძალიან აგთხოვთ კერპთაყვანისმცემლები ნუ იქნებით, გადაყარეთ აბსოლუტურად, სადაც ერთი კერპებით ხელით შექმნილი ხატები გაქვთ, თუ ხატებს ეძახით, რატო ეძახით ას, აი სურათები ხელით გაკეთებული და ეს არ შეიძლება, აბსოლუტურად არ შეიძლება, არანაირად ხელით ჩვენ გვყავს ცოცხალი იესო ქრისტე, ცოცხალი, რომელმაც ჩვენი გულისთვის ჯვარზე ეწამა, ჯვარს ძალა აქვს, მინდა გითხრათ, დიახ ბატონებო, ძალა აქვს ჯვარს, იმიტომ რომ მისი სისხლია ზედაღვრილი და აი ეს ჯვარი, რომელიც ჩვენ იესოს ვიძახით, რომ ჯვარი, რომელიც ძალა აქვს, ეს არის თვითოული ადამიანის წარმოსახვაში, გონებაში, რომელიც უნდა ეს ჯვარი აიღოს და გაახვეს უფალი იესო ქრისტეს და ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მოინანიოთ ყველაფერი, რაც კი რამე არსებობს ჩადენილი თქვენ ცხოვრებაში, მოინალიოთ და ჯვარზე გადასცეთ და ჯვარზე გააკრათ ეგ თქვენი ცოდვები, ისე როგორც ჯვარზე გაეკრა ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მესამე დღისით აღსდგა და გაცოცხლდა და სანუ გეშებლად მოგვივლინა სულიწმინდა, დიდება სულიწმინდა შესახელს, დიდება მამასა ძესა და წმინდასა სულსა. ძალიან აგთხოვთ მოინანიეთ, რადგან ძალიან ახლოში არის უფლის მოსვლა, ილოცეთ, იმარხულეთ და მოინანიეთ და გადაეცით ჯვარზე თითოეული თქვენი ცოდვა, რომ იესოს მოსვლის დროს აბსოლუტურად შეხვდეთ და დახვდეთ ფხიზლები, გამოფხიზლებულები, არ დალიოთ, არ მოწიოთ, ეს ყველაფერი არ იჭორავოთ, არ იმრუშოთ, ეს ყველაფერი არის ეშმაკიდან გეჩურჩულებათ, ეშმაკი არის ძალიან მზაკვარი და არ დაუჯეროთ და აბსოლუტურად ყველა რაც კი რამის ხელს გიშლით სიწმიდეში გადაყარეთ, მოინანიეთ და ჯვარზე გადაეცით ეგ თქვენი ცოდვები და გახდით წმიდები, რომ უფალი ბრუდება და იძახის, აგერ პავლე იძახის წერს, რომ იყავით წმიდები, როგორიც არის წმიდა ჩვენი უფალიო და ამიტომ გაიწმინდეთ, გამოდით ამ ბორკილებიდან, მოიხსენით ეს ბორკილები და
ერთადერთი ხომ გეუბნებით მოინანიეთ სანამ ჯერ კიდევ დროა. დიდება მამასა ძესა და წმინდასა სულსა ამინ. დიდება შენ სახელს ჩემო უფალო. მე დღეს მარტო ამას გეტყვით და შემდეგში უკვე მე შემიძლია ბიბლიაში რაც წაკითხულები მაქვს და გამიხსნა მე უფალმა ბიბლიის კითხვის დროს, მე თქვენ ასე გადმოგცეთ და გითხრათ ყველაფერი ის რაც ხდება უფალში. დიდება მამასა ძესა და წმინდასა სულსა ამინ. მადლობა ჩემო იესო ყველაფრისთვის, ყველასთვის და ყველა ადამიანისთვის.